მივესალმები ქართული ტელეს მაყურებელს და დიდი სიამოვნებით წარმოვიდგენთ ჩვენს დღევანდელ სტუმრებს. Ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ჩვენი მეგობარი ბატონი ბეგი თავარტკილაძე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სათვისტომოს იტალიაში. ფასდაუდებელია მისი ამაგი ემიგრანტების მიმართ, ჩვენ გვქონდა ამაზე გადაცემა და ქართული ტელეს მაყურებელს კარგად ახსოვს, როდესაც ვისაუბრეთ, ვაჟი გახლავთ იურისტი და ფაქტიურად ბატონი ბეგი და მისი მთელი ოჯახი უდგას ქართულ ემიგრაციას მხარში და ამისთვის მე პირადად და ჩვენი ქვეყნის სახელი დიდ მადლობას მოგახსენებთ და უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ის არასდროს არ ივიწყებს თავის ფესვებს და ყოველთვის შეძლების დაგვარად გვავსებს და გვახალისებს საინტერესო სტუმრებით. სწორედ ასეთი ერთ-ერთი საინტერესო სტუმარი გახდათ რამოდენიმე დღის წინ იტალიიდან მაესტრო ვივალდი, საკმაოდ ცნობილი მაესტრო გახლავთ, ვინც მუსიკალურ სფეროს იცნობს და მოხდა ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ქართული თბილისის კონსერვატორიის დიდ სცენაზე მაესტრო ვივალდიმ ჩვენი ქართული ორკესტრის თანხლებით შეასრულა ცნობილი მელოდიები ენიო მარიკონეს მუსიკიდან. ბატონო ბეგი, ორიოდე სიტყვით თქვენ რო ვისაუბროთ, მე მგონი უფრო საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის ამ თემასთან დაკავშირებით. ქალბატონ ნინოსაც წარმოადგენთ. ასევე ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი ნინო რეხვიაშვილი. გარდა იმისა, რომ ულამაზესია ეს ქალბატონი, არის ძალიან ჭკვიანი, განათლებული პროფესორი, დამფუძნებელი ნინო რეხვიაშვილი გამომცემლობა, ასე ვქვია და ქალბატონ ნინოს მე ვთვლი, რომ იშვიათი საქმე გაქვთ გაკეთებული, თითქმის ანალოგი, როდესაც შევიტყვა მის შესახებ, ანალოგი ვერ გავიხსენე. სულხან საბას შესახებ გადაიღო ქალბატონმა ნინომ ფილმი. რატომ არის ახლა ეს ორი სტუმარი ერთმანეთთან კავშირში? ბატონი ბეგის დახმარებით და შუამდგომლობით მაესტრო ვივალდიმ დაწერა მუსიკა სპეციალურად ქალბატონ ნინოს ფილმისთვის და აი ესეთი საინტერესო კომპლექსური სინთეზი შეიქმნა, რასაც ორი არაჩვეულებრივი ქართველი უდგას სათავეში. ბატონი ბეგი ისმენთ. დიდი მადლობა, მივესალმები ქალბატონ ნინოს. ძალიან მიხარია რომ თქვენთან ერთად მოგვეცა ეს შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ მაესტრო პაოლო ვივალდიზე, რომლის თბილისში ჩამოყვანა ძალიან საინტერესო იდეა, რომლის ავტორი იყო და არის ქალბატონი საქართველოს კონსული, საპატიო კონსული ჩივიტალეგიაში მიკაელა რეინერო და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ელჩის ქალბატონი თამარ დილუაშვილის, კონსულის ეკატერინე ნინუას და ცოტა ჩვენი სათვისტომოს დახმარებითაც ბუნებრივია საქართველოში კულტურის სამინისტრო და სხვა საგარეო საქმეთა სამინისტრო სპონსორები მოკლედ მთელი საქართველოს ფეხზე დადგა იმისათვის, რომ ეს შესანიშნავი მადლობა ყველა თანამონაწილეს და ესეთი შესანიშნავი ფენომენი შედგა თბილისის კონსერვატორიის სცენაზე. პირველად აღშევდა ლაივში ესეთი შესანიშნავი კომპოზიტორის და დირიჟორობით შესანიშნავი მუსიკა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც ჩვენ ვძანეთ, ქალბატონი ნინო შესანიშნავ საქმეებს აკეთებს. არა მხოლოდ სულხან-საბა ურბელიანისადმი, არამედ მან მიუძღვნა სასწავლო, საგანმანათლებლო დოკუმენტური ფილმები აქვს, რომელშიც გარდა ინფორმაციისა, რომელიც აუცილებელია, რომ
ახალმა თაობამ, მომავალმა თაობამ მიიღოს ინფორმაცია გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების შესახებ, თვითონ მოსწავლეები, ბავშვები იღებენ მონაწილეობას, ასრულებენ როლებს და საოცრებაა. მიდიან იმ ადგილებში, ისტორიულ ადგილებში, ეცნობიან. ესე იგი, ეს არის საოცრად შემეცნებითი ხასიათის და შინაარსის ნაწარმოებები, რომლებშიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარდა იმისა, რომ ქალბატონი ნინო არის შესანიშნავი ფილოლოგი, რეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი, ფერმწერი, ყველაფერი. უნიჭიერი ქალბატონი. ადამიანი. გადაწყვიტა, რომ გადაიღო ფილმი ასევე სულხან-საბა ორბელიაზე. მე ცოტა შესაძლებელი გამიგრძელდა და ეხლა მოკლედ მოგახსენებთ მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიამოვნებით საათობით ვისაუბრებდი ამ თემაზე. გადაწყვიტა, რომ ფილმი გაიგეთებია სულხან-საბა ორბელიაზე და იდეა რამდენადაც ექვთიმე თაყაიშვილი და სულხან-საბა ორბელიანი არიან ჩემი ცხოვრების მაგალითები. ამ საკითხით ძალიან დავინტერესდი და ქალბატონი ნინო თავისი დასით ულამაზესი ბავშვებით და გონიერი ბავშვებით ჩამოგზავნდა იტალიაში. იქ პირველი გადაღებები დავიწყეთ ჩივიტავეკიაში ეს ამის შესახებ იქნებ ქალბატონინოს მაგრამ ერთი რამას მინდა ხაზი გავუსვა საოცარ დიდი დახმარება აღმოგვიჩნდა განსაკუთრებით ჩივიტავეკის რეგიონში ჩვენმა საპატიო კონსულმა, საქართველოს საპატიო კონსულმა, რომლის შტაბი არის ჩივიტავეკიაში ზუსტად ქალბატონმა მიხაელა რეინერომ, რომელმაც ფეხზე დააკრნა მოკლედ იქაური ადმინისტრაცია და გაგვიღეს ის შენობა, რომელიც 20 წელია დაკეტილი, დაკონსერვებულია, რომ ზუსტად ის ბილიკი რომელიც სულხან-საბა გამოვიდა გემიდან, ისე რომ ეს იყო რაღაც საოცრად გამარჯვებები. აი სწორედ ჩვენი ტელევიზია და პირადად მე მართლა მთელი გულწრფელობით ვამბობ, მინდა ისეთი გადაცემების ციკლი არსებობდეს, სადაც თქვენნაირ ადამიანებზე ვისაუბრებთ და არ იქნება ეს გაუთავებელი ნეგატივი, რასაც დღეს ვიღებთ სამწუხაროდ დიდი ეკრანებიდან და უნდა იცოდნენ, აი ნამდვილად უნდა იცოდეს ფართო საზოგადოებამ, რომ არსებობს ესეთი მშვენიერი ქალბატონი, რომელშიც ამდენი ნიჭი ერთად თავმოყრდა, ასეთ დიდ საქმეს აკეთებდა. თანაც ეს ჩართულობა, ეხლა რაზეც თქვენ საუბრობთ, ხო? ეს ჩართულობა ბავშვებისა, ეს კიდევ ცალკე ფენომენი და საოცარი სიკეთე, იმიტომ დღეს როგორც არასდროს ბავშვებს სჭირდებათ აქტივობა. ჩვენ მაგალითად ის თაობა ვართ, კი, რაღაცა ცოტა იუმორით უყურებენ ახლა, მაგრამ არსებობდა პირველი სასახლე, არსებობდა 1000 წრე. ჩვენ ისეთი აქტიურები ვიყავით, რომ მთელი დღევანდელი შედეგი ჩვენი თაობისა ჩვენ შეგრებს დიდი არაფერი გაუკეთებიათ. ფაქტობრივად იქ ჩამოყალიბეთ, იქ ვისწავლეთ და დღეს აი ამ გაჯეტებზე დამოკიდებულ თაობას სწორედაც რომ ესეთი აქტივობა სჭირდება და მე ძალიან მადლობელი ვარ ამ ხრივაც თქვენ და გთხოვთ ახლა თქვენ უფრო საინტერესოდ მოხდებით ამ მოგესალმებით, მე ვესალმები ტელემაყურებელს პირველ რიგში აღნიშნავ, რომ მე მადლიერი ვარ ამ ტელევიზიის. მადლობა. ჩემი ყოველი ფილმი რამდენიმე თვის წინ, როდესაც კი დაასრულებდი უკვე ფილმის გადაღებას, იქნებოდა პრემიერა ჯერ დიდ კინოთეატრის დარბაზებში და შემდეგ მოდიოდა ტელე ქართულში. და მე მადლობელი ვარ მისი ადმინისტრაციის და მაყურებლის. ალბათ მიღებდა მაყურებელი და ამიტომაც მოჰქონდათ და უშვებდნენ ამ ტელეეკრანიდან.
მადლობელი ვარ ზოგადად ამ ტელევიზიის, რომ ნამდვილად ქართული სულით საზრდოობს. ბატონი ბეგის მადლობა როგორ დავიწყო, საიდან დავიწყო და სად დავასრულო, არ ვიცი. აუცილებლად მივალ აქამდე, მაგრამ არაჩვეულებრივი რაკურსი გააკეთა ჩემი მოღვაწეობის ამ სფეროში ბატონმა ბეგლარმა. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. ეს სულხან საბა არის უკვე მე-7 ფილმი, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, საგანმანათლებლო დოკუმენტური ფილმი. ფრთხილად ვარ ამ საკითხის მიმართ, ძალიან, იმიტომ რომ მე პროფესიით რეჟისორი არ ვარ. მე ვარ ფილოლოგი, ჩემი პირველი პროფესია არის ფილოლოგი, მე ვარ მასწავლებლად დაბადებული და მოვკვდები მასწავლებლად, იმიტომ რომ ცხოვრების გრძელ გზაზე არც ისე პატარა ვარ. რამდენიმე პროფესია შევიძინე, მე თვითონ გამოვძერწე, ჩხრიკი, ასე ვთქვათ, მოვირგე, მაგრამ მაინც მასწავლებლად ვრჩები და ეს ჩანს ამ ფილმებში. როდესაც საბჭოთა პერიოდი არა, საბჭოთა პერიოდში მოსწავლე ვიყავი, უფრო აქეთ. ღია გაკვეთილებს რომ ვატარებდით, 18 წელია რაც მე მასწავლებელი აღარ ვარ და სკოლა დამტოვე. ღია გაკვეთილს ყოველთვის ვატარებდი თეატრალიზებულად. ასე ვიცოდი ხოლმე, როცა განათლების გამოფხიზნებიდან დამსწრე საზოგადოება მოდიოდა და რატომღაც ერთ დღეს მოხდა ეს რაღაც ჩემს ტვინში რაღაც ესე გადატრიალდა ეს წარსულისკენ მეგონება და მიბიძგა იქეთ რომ მოდი რამე ხომ არ გავაკეთო. ესეც იმიტომ რომ სკოლა მენატრება, დღესაც მენატრება გაკვეთილი, ზარი, სასწავლო კლასი, ჟურნალიც მენატრებას. არ ვიცი, ეს ყველაფერი მე ძალიან მიყვარს და ამან მიბიძგა იქეთ რომ წავსულიყავი ამ მიმართულებით. მე მოხდა ეს ყველაფერი, როგორ ხდება არ ვიცი. რაღაცნაირად ღმერთი მიწყობს ხას და ღმერთი მიგზავნის კეთილ ადამიანებს. გადავიღე ის ფილმები, ყველაფერი მადლობელი ვარ, მაგრამ პირველ რიგში მადლობებს მე ყოველთვის ვიწერებ ჩემი მშობლებისგან. მე მინდა მშობლებს ვუთხრა მადლობა, ამ ფილმის მშობლებს. რამე თუ რომ არა ისინი ბატონო ბეგი მე ამ ფილმებს ვერ გადავიღებდი. წუხარ, მაგრამ არავინ იღებს ყურთ ჩემს ქმედებას, ჩემს ნავადს, ასე ვთქვათ, არავინ ხედავს. ალბათ დაგვინახავენ, ჯერჯერობით მშობლების ვართ მადლიერი. და შემდეგ უკვე იმ ადამიანების, ვინც ამ ბატონის მსგავსად და სხვა ბატონების და ქალბატონების მსგავსად, ესე ხელს მიწყობენ, რომ ეს საქმე გავაკეთო. მოხდა ასე, რომ არ ვიცი როგორ რანაირად შემთხვევით არაფერი ხდება დედამიწაზე, მე ზუსტად ვიცი. ვიფიქრე, მოდი გავაკეთებ სულხან საბაზე ფილმს, გავაკეთე, სცენარი დავწერე, გადაღების პროცესში ვარ და დადგა ჯერი, რომ მოდი ახლა მოვიარო, წავყვე, გავყვე სულხან საბას ბილიკებს, ვიმოგზაუროთ ევროპაში. ვინაიდან საფრანგეთიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და 16 თაყაიშვილის გადაღების გამო ოქტომბერში გავხდით საფრანგეთში, მშობლებს ვეღარ შევბედე ის, რომ მოდი ახლა კიდე საფრანგეთში წავიდეთ, იტალიაში წავიდეთ, სტამბოლში წავიდეთ, ასე არ დადიოდა სულხან საბა. კარგი, დავჯერდი გავჩუმდი და დავჯერდი მხოლოდ იტალიას და მერე სტამბოლს. როდესაც იტალიისკენ გესტს ვიღებდი, გადავავლე გონების თვალით ახლა რომ მიდიხარ ერთია, პარიზი კარგად ვიცი. 3-ჯერ 4-ჯერ ვარ ნამყოფი იქ და მოვლილი მაქვს ფეხდაფეხ ეს ყველაფერი და იქ არ დამჭირვები არანაირი გზამკვლევი, ტურისტულ კომპანიას დავკავშირდი, დანიშნულად ვიცოდი სამდრო მივსულიყავი, მაგრამ იტალიაში ვარ ნამყოფი. მაგრამ ამ მხრივ რომ ვატიკანში როგორ შეხვიდე, იქ როგორ მიხვიდე, იქ აქ უკვე სხვა ვინმე გჭირდებოდა. და ჩემი და ცხოვრობს, დროებით საცხოვრებლად არის ჩემი და მადლობა ჩემს სოფოს, ჩემს დაიკოს, იქ და დავურეკე სოფო მეთქი, რამეს ხომ არ მეტყვი, რა ვქნა, ვის დაუკავშირდე, არ ვიცი მეთქი ვის მიმართო. ნინო მითხრა, აქ ბევრია ასეთიო, მაგრამ თუ გინდა საქმის გამკეთებელი ერთ კაცს ეწვიო. ბატონი ბიგი. ხო. ბატონი ეგლა დავით თავარკიძე და ნომერი მოიცა. ახლა როგორ შედგა ეს ჩვენი დიალოგი?
წერილი მივწერე ბატონ ბეგლარს WhatsApp-ზე, მითხრა WhatsApp-ზე უნდა მიწერო, ჩვენ ასე წერთ ქართველები. ნუ ასეთი ადამიანია, ისეთი ადამიანი, ყველა ქართველის პატრონი და ბატონი ეს არის არქო. ვინმეს გაგვიჭირდება ეს ბატონი ჩვენის და არ არსებობს მან უპასუხოს დაქტოვოს. ერთი პერიოდი პირველად რომ წერილი მივწერე ბატონ ბეგლარ, თუ გახსოვთ. მივწერე როგორ ახლა მე ვარ ესა და ეს, ვაკეთებ ამას და ამას და თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ. აი ეს ნუ ბატონმა ბეგლარმა პასუხი დამეგვიარა, სოფოს უთხარი, სოფო მეთქია, აი ეს კაცი პასუხსაც არ წერს და დაელოდეობით კაც შეს გადაგვეყრის დარდავს კიდე. შემდეგ შედგა ჩვენი სატელეფონო ურთიერთობა კავშირი და მოხდა ისე რომ მე რომ ჩემი ჯგუფით ჩავედი იტალიაში, აი გეფიცებით ჩემს ორ ნანადშვილს სულ რომ ძალიან ბევრი რომ მიფიქრა, ძალიან რომ მონდომებით დამეგეგმა ეს ყველაფერი მიანას, ასე ვერც მოვიაზრებდი, ვერც დავგეგმავდი. ზე აღმატებულ ხარისხში მოხდა ეს ყველაფერი. მშობლები გაოცებული მიყურებდნენ, ქალბატონო ნინო, რა ხდება ჩვენ თავს, რა ხდება ჩვენ რა დახვედრა ეს? ხო, ჯერ რა დახვედრა, ჩვენ რომ სასტუმროში მომეწყვეთ, ეიფორიაში ვართ ოთახებში ნაწილდებით, მე ჯერ არც ვიყავი შესული, ჯერ კიდევ ფონში ვიყავით, გავხედოთ ბატონი ბეგლარი დაგვიპატრონა, მოვიდა. არ ვიცი, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. უაღრესად ინტელიგენტი ადამიანია, თავისი ხალხის მიმართ ძალიან პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და ეს ყველაფერი მოხდა, აი ღმერთის სულხანსაბა. დიახ, მეგზები და პარკოს მეორე დღეა, მესამე დღეა და ერთხელაც ასე ვსხედვათ და ვეუბნები ბატონო ბეგლარ მეთქი. რატომ წერთ ამ ხელაპატის? ჩვენ ხომ ახლა ვნახეთ ერთმანეთი მეთქი და გაეცინა. ჯერ დაიწყოთ იმით, რომ სულხან-საბა იყო ჩემი ცხოვრების იდეალი. დიახ. ის კარი, რომელიც სულხან-საბამ ვერ გააღო, მე გავახეო და სულ ვფიქრობდი, რომ კუთხით რამე გამეკეთებინო და აი ხელთ ჩაუვარდა ეს პროექტი. ნუ რა ვიცი, მე იყო ეს ჩივიტა ვიკიაში წავედით და ახლახანს გავისურვეთ ამ დღეებში ეს ქალბატონი მიქაელა. კი, მეც მქონდა ბედნიერება. არა ჩვეულებრივი ადამიანი, მასთან სტუმრობა იყო შთამბეჭდავი, მთელი დღის განმავლობაში ქალბატონი კონსული გვერდიდან არ მოგცილებია. მთელი დღის განმავლობაში გვერდიდან კი არა, მე და ჩემს ვაჟს გადაღების დროს სულთან დავშდებდა და ეს ქართული რაღაცები ისე მოსწონდა, ძალიან ემოციური ქალია, გამოხატავს ემოციებს, დადებითი ადამიანია და ტოლვა მას ძალიან ეტყობა ქართულისადმი, ყველაფერი ქართულისადმი ძალიან უყვარს საქართველო, მადლობა მას ამ ურთიერთობისა და დამოკიდებულებისათვის. ნუ ერთი სიტყვით ეს ასე მოხდა, ბატონი ბეგლარის იქ ძალიან ბევრი ადამიანის ხელშეწყობით ტელემაყურებელი ალბათ მიხვდება, რას ნიშნავს ვატიკანის არქივში შესვლა. ეს არის წარმოუდგენელი, ვინმე ნინო ჩავიდა თავის პაჭაწუნები და თვითონ ბავშვები მყავდნენ, წაყვანილი ჩემი წიწილებებით რომ შემოვისხე ასე და შევედით ფეხადებით შევდივართ ამ არქივში და რომ შევედით ამ დიდ საუფლოში, ეს იყო აი ფეხები ამიცახცახდა, თითქოს სისხლძარღვებით სხვანაირად გქონდა. იმ ეპოქაში ხარ და თან იქ მეგულებოდა ჩემი ფესვთა სავანე. ბაგრატოვანთა წრე, ჩემი სულხან-საბა და ამ დროს გადაიშალა ეს არქივიდან გამოტანილი წიგნი, დოკუმენტი, საიდანაც გამოჩნდა ეს ვიდეოური დოკუმენტი, რომელთან აი ასეთი შეხედვის უწოდომა ჰქონდა. მეც და ჩემ ბავშვებსაც და გეფიცებით აი მითრთოდა მთელი სხეული, ჩემთვის ქართული ყველაფერს ნიშნავს. მადლობა უფალს, რომ ქართულად დავიბადე და ქართულის მასწავლებლად დავიბადე. ეს ჩემთვის ბედნიერება. ოდის გიხდით ქალბატონო ნინო, აქვე ალბათ საჭირო ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ეს ყველაფერი ბეგითავართილაძემ კი არ გააკეთა. ბეგითავართილაძეს ხედით შეიძლება გაკეთდა, მაგრამ საოცრად გულთან მიიტანეს და დიდი დახმარება
აღმოგვიჩინეს როგორც ქალბატონმა თამარმა და ქალბატონმა ეკამ საერთოდ ასევე ბატონმა დავითმა ჩვენმა ელჩმა ვატიკანთან რომლის მთელმა საელჩომ და განსაკუთრებით ირინა სანაშვილმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ მოკლე დროში გახსნილიყო ის კარგი და ამოღებული ყოფილიყო არქივიდან ის დოკუმენტები, რომელთა მომზადებად და რომელთა ჩვენებას საზოგადოებისთვის და მეცნიერებისთვის ჭირდება თვეები და ჭირდება დიდი ხანი. და ეს ქალბატონ ნინოსთვის ფილმისთვის პროექტის გაკეთდა ერთი და ასეთი ისტორიები გვასაზრდოებს. იცით რომ ეს სიკეთე არსებობს გვასაზრდოებს და მე რატომ ძალიან მნიშვნელოვანი არ იმიტომ რომ ჩემია ეს პროექტი არ ვიცი ძალიან მნიშვნელოვანია და მე მართლა მინდა რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ამას კიდევ ამბობ არა იმიტომ რომ ჩემია ჩემმა ბავშვებმა რომელიც უკვე ჩემი გუნდის წევრები არიან ამ აზაზონებმა ბატონმა ბეგლარმა გაიცნო მათი ნაწილი უკვე იციან როგორ მოიცნენ საზოგადოებაში დიპლომატიურ კორპუსთან ბატონო ბეგლარ დამეთანხმებით ალბათ რომ შევდიოდით საელჩოებში საკონსულოებში და ასე შემდეგ ეს ბავშვები როგორ თავი როგორ ეჭირათ სხეული როგორ ფლობდნენ საკუთარ სხეულს სიტყვა პასუხით ცდილობდნენ ყოველ შემთხვევაში ისინი რომ გაიზრდებიან მე წარმატებას ვუსურვებ მათ ვერ ვიტყვი რომ ყველა დიპლომატი გამოვა მაგრამ რომელ სფეროშიც არ უნდა იყვნენ მათ უკვე ექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი სამისო გამოტანილ დამეთანხმებით როგორც პედაგოგი თქვენ ჩემზე უკეთესით ბავშვთა ფსიქოლოგია და რა ასაკში ხდება ეს ამას როცა ფორმირება ხდება ისეთ დროს მივიღეთ ეს ბავშვები რომ წარმოუდგენელია რომ ძალიან დიდი დადებითი კვალი არ დაწვეს ამ მაცხოვრებელს ეს ამას დროს შეიძლება ბევრს მიაღწიონ და ღმერთ ვაგნას მე ვინატრები წარმატებულ ქართველებს ურიცხვად მაგრამ ეს დღე დამერწმუნეთ რომ მაცხოვრებაში ყოველთვის იქნება ყოველთვის ამდენ ქვეყანაში ვიყავით და ყველგან მქონდა დიპლომატიური მიღებები ყველგან აბსოლუტურად ახლახანს ვიყავით ტრაბზონში და სტამბოლში მაგრამ აი ბავშვებს ყოველ შეხვედრის შემდეგ ბავშვებს ვატყობს ზრდას აი საოცრად იციან როგორ მოწესრიგებული უნდა შევიდნენ მათ იციან პროტოკოლი რომ მივდივართ რომ ეტყვილო აი მივდივართ დღეს საელჩოში გამოგრანჭულები გოხდათ ჩვენ ყოველთვის დავდივართ ეროვნული სამოსით მყავს გოგონა და ვაჟი რომლებსაც წინ წარმივდგარ ხოლმე მე კი არ მივდივარ წინ ბავშვებში მე მივდივარ მე მომსდევენ ესენი ლამაზად კლასიკურ სამოსში გამოწყობილები ეს მათი ხასიათის ფორმირებისთვის არის უებარი წამალი და მადლობა კიდევ მშობლებს რომ ისინი მე მადლობა შეირას რომ გამოგზერწო მათი სულიერი სამალი და ამას დავიდეანებოთ თითოეულ ფილმში 20-25 ბავშვი მონაწილეობს. ჩემთვის ისიც მიღწევა, რომ იმ 20-25 თუ 35 ბავშვს შევასწავლო კონკრეტულად დაუშვათ სულხანსა და დაუშვათ ილია, დაუშვათ ის და ამას კიდევ რამდენი მაყურებელი ყავს ამასაც რა ვიცი, ვინ დაითვლის და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ძალიან თურქულად ითარგმნა ილია ჭავჭავაძე ახლახანს და სტამბოლში გრანდიოზული ჩვენება ჰქონდა. ძალიან მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ ამ ჩვენებას. ტრაბზონში ჩვენება ჰქონდა მიწვეული ვიყავით ახლახანს. ეს არის ეროვნული ძალიან მნიშვნელოვანი დღეები მაქვს პირადად მე და ამაღელვებელი რომ პაოლო ვივალდი უკვე დაგთანხმდა და მალე იქნება ეს და კიდევ ბევრი რამ რაც ჩვენ მე და ბატონმა ბეგიმ ვიცით სასიკეთო რაღაცები ელოდება ამ პროექტს და სექტემბერში ჩვენ წავალთ იტალიაში უკვე პრემიერა გაიმართება ტიტრები დაედება იტალიური ამ ფილმს მუსიკალურად გაფორმდება იტალიელი კომპოზიტორის მიერ და ვინმე ერთი ფილოლოგი ნინოს გადაღებულ ფილმს რომ ახლა წარმატება იქნება როგორ შეიძლება არ იყო მადრიელი კეცვიხრი ყველას წინაშე ბატონო ბეგი თქვენს წინაშე თქვენი თამადობით ყველას წინაშე საქართველოსთან დაწყებული საზღვარგარეთამდე და საზღვარგარეთიდან დაწყებული აქამდე ვინც მე ასოების განვითარებაში ხეს მიწევს გაოცებული ვარ ხა ისტორიის რაც მოვისმინე და თქვენი შემოქმედებითი ნაწილი ნამდვილად ჩემთვის სიახლეა
და იცით ესე უნდა აპატარავოთ თქვენ საქმიანობას აი ჩვენ რომ ასე მივუდგეთ ცხოვრებას თითოეული ჩვენთაგანი და ვაკეთოთ ის რაც ვიცით და ვაკეთოთ ძალიან კარგად დავხარჯოთ ჩვენი რესურსი მაქსიმალურად მერწმუნეთ რომ გაცილებით უკეთეს გარემოში ვიცხოვრებდით და ის რომ დღეს ახლა მსოფლიო გლობალიზაციას რა თქმა უნდა მე და თქვენ ვერჩევანელებს ვერჩევათ ამ გლობალიზაცია აუცილებელია მაგრამ შენი არ უნდა დაკარგო ის რომ იდენტობა ეს სწორად ძალიან ის რომ ქართული იდენტობა უნდა დიდი დოზით ჩავდოთ ჩვენს ბავშვებში ეს გვევალება თითოეულ რა თქმა უნდა ტელეფონის და კომპიუტერის ინტერნეტის გარეშე დღეს განვითარება შეუძლებელია ეს ტექნიკური საშუალებები ეს დანაშაულია მაგრამ კარგი დედობა, კარგი მამობა, კარგი პედაგოგობა ის არის რომ შვილს ასწავლო ჯერ შენი და მერე ის აუცილებელია. აი ამისი შერწყმა უნდა მოხდეს სხვათა შორის მე მომეცა საშუალება სხვადასხვა ქვეყნებში არამოგზაურობის რაღაც საქმიანი ვიზიტები ჰქონდა და შესაბამისად ადამიანებსაც უფრო ღრმად ჩავწვდი და აღმოვაჩინე რომ შეძლებული ოჯახების პრიორიტეტია ის რომ ბავშვებს ისინი ისე ზრდიან რომ თავისი იდენტობა, თავის ტრადიცია იქ უფროა შენახული და რა თქმა უნდა თანამედროვეობასთან შერწყმა. ის რითიც თქვა დღეს ვიღაცას მოაქვს თავი, ჩვენ ასეთები ვიყავთ ყველანი. საბჭოთა კავშირის დროს ახლა არ მინდა ეს საბჭოთა კავშირი ორჯერ ვახსენოთ. ვიღაცამ არ მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ მიუხედავად იმისა რომ ვიყავით რაღაცა კავშირის გაერთიანება პირიქით არავინ არ აკნინებდა ჩვენს ქართულს. არავინაც არ აკნინებდა. აი ეს სულისკვეთება, ერის სიყვარული ჩვენ ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ. მე ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე ერთმანეთში ხო მეგობრები გარკვეულ წრეში ჩემზე ბევრად უცოდნი ადამიანებთან და მივდივართ იქამდე ყოველ შემთხვევაში მე ასე მივდივარ რომ ის კი არა პრობლემა რომ ვიღაცა კორუფციაშია ჩაფლული ვიღაცა უცოდინარია ვიღაცა ის თავის მოვალეობას არ ასრულებს ჩვენ უნდა დავიწყოთ ერთმანეთის სიყვარულით კეთება იქ სადაც სიყვარულია და არის სიმართლე შედეგი ყოველთვის იდება შემოძვიფასო ბატონო აი თქვენი თქვენი საქმე იმიტომ გამოგვიდით ესე შვილი რომ დაისვა წინ მე და თქვენ ხომ დედები ვართ შვილი რომ დაისვა წინ 24 საათი და ელაპარაკო აი ასე უნდა სიყვარული ასე უნდა მეგობრობა აი ასე ეს არის აბსოლუტური დროის ხარჯვა ერთი მისხალი არაფერი დარჩება ბავშვის გონებაში ამას აჩვენებს შენი ქმედებით ცოტა იმჭვიანი აქვს დაუბრუნდეთ რა სულხან-საბას სულხან-საბას რომლის სცენარიც ბატონი ბეგის მიერ არის თარგმნილი იტალიური სცენარზე ვიდოდა ზუსტად საუბარი ქართული სცენარი რომელიც ქალბატონმა დაწერა ჩემი საზრით პუბლიციზმის ნიმუშია ისეთ ლამაზად ისე კარგად ისეთი მდიდარია თავისი ისტორიული ფაქტებით და ისე მოქარგულია ქალბატონ ნინოს ქართულით ძალიან ძნელი იყო მისი თარგმანი იყო რაღაცა მე გადავუგზავნე თარგმანი შარონი მაგრამ ნუ იმ ქართულის შესაბამის გადაიტალიურება ძალიან ძნელი იყო ამისათვის დავიხმარეთ ასევე თქვენ ახსენეთ ჩვენი ერთადერთი ქართველი ადვოკატი ბექა თავართხილაძე რომელმაც საბოლოო რედაქტირება ამ შესანიშნავ ფილმის თქმას არ მინდა რაღაცა უფრო ისეთი მდიდარი სახელი მინდა რომ ამ ქმნილებას რომელსაც მე მიმაჩნია რომ იმდენად დაედება იტალიური ტიტრებიც საერთაშორისო კონკურსი რომელიც დოკუმენტური ფილმების კონკურსი დადება იტალიაში იქნებ წარმოადგენთ თვითონ სულხან-საბაც ახლა სულხან-საბა არის კონკურსი ქართული რა თქმა უნდა მასშტაბურია ძალიან და დიდია მისი როლი და იმ დროს იმ ეპოქაში ძალიან სამწუხაროა რომ ისე არ არის საქართველოს
და რატომ სიახლოს ვერც მოვიცალეთ სულხან-საბას ხო, რაღაც უფრო ფართოდ, აი ეს მინდოდა მეთქვა. უფრო ფართოდ მოსწავლეებთან მაქვს შეხება და სამწუხაროდ ბავშვებმა იციან, რომ უმეტესობამ სულხან-საბა იყო მეიგავე და სიტყვის კონაც შექმნა ისე მოალულ დონეზე სკოლაში კი ისწავლება, მაგრამ არა იმ სიღრმისეული ცოდნას ვერ ვიღებ. და შესაძლოა არის ჩვენი ფილმის სიტყვა გზად იქცა. სიტყვა საცათაურით სახელიც არაჩვეულებრივია. მე ის დამჩენია, რომ თქვენ კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს არაჩვეულებრივი ქმნილება, კარგი სახელი თქვა ბატონმა ბეგიმ. მრავალს ის გითხრათ, მადლობა, მართლა მაბედნიერებს თქვენ ხალხთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს მაძლევს იმ ფიქრს, რომ ჩვენ ვართ ერი, მართლაც განსაკუთრებული და ჩვენია ეს უბრალოდ დაქმნება არ გამოგარა. ჩვენ დიდი გამწყინება გველოდება წინდა, აი თქვენიერი ხალხის მონაწილეობით, ბატონი ბეგისნაირი ადამიანებისა, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ წავიდნენ მოუწიათ სხვა ქვეყანაში ცხოვრება, მაინც ქართულ საქმეს აკეთებდნენ. ერთი მინდა დავამატო თქვენისნებართ. მე ჩემი ცხოვრების წესი ასეთი, ვინც რას იკეთებს თუნდაც ასავთის ოდენს, აი სანამ ვიცოცხლებ, ამას არავის დაუეწყებ. შეძლების დაგვარად, რაც შემეძლება. აი ეს პროექტი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ჩემი პარტნიორი, აწუყვე პარტნიორი, ქალბატონი ნონა ბონდქვაძე, ეს გახლავთ ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კერძო სკოლა არის ასეთი IHS-ი მისი დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი და აი ეს ქალბატონი იყო, რომელმაც პირველ ჩემს აი ამ გააზრების, გაიგების საშუალებას ფრთები შეასმა და მეორე ეს იყო მეორე სკოლის, კერძო სკოლა, ისიც ცოდნა, მისი დამფუძნებელი და დირექტორი არაჩვეულებრივი ქალბატონი ნაზი ნადირაძე, რომელმაც მეორემ შემაშრება ხელი და გალაქტიონზე მითხრა, ნინო, ეს შენი იდეები არ უნდა გაიფანტოს და აი ამას მე დაგიფინანსებ. და მას შემდეგ უკვე მართლა შევისხი ფრთები და მივფრინავთ მე და ჩემი ხალხი. მერტმა გიმრავლეთ ასენას და ახლა დავით გურამიშვილი იქნება ძალიან მალე 23 ნოემბერს იქნება დავით გურამიშვილის ფილმის პრემიერა. იმოცად ქალბატონო. და ჩვენი მხრიდან ჩვენი ტელევიზია აგრძელებს თქვენთან მეგობრობას დიდი სიამოვნებით და სიამაყით და ჩვენ ვზართ ვართ რომ ყველაფერი ქართული ისრად ჩვენს ეროვნებას და ჩვენს საქართველოს წაადგება ვემსახუროთ დიდი სიყვარული და ენთუზიაზმით. დიდი მადლობა. მადლობას გიხდით. მე ვშտოვები ჩვენს მაყურებელს დიდი მადლობა.